გამარჯობა, მე ვარ აბსანძე სახლიდან და ესაა ინტერვიუ, რომელსაც სხარბი მედია პარასკევობით წარმოგიდგენთ ხოლმე. ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ ყველა პლატფორმაზე. დღეს ჩვენი სტუმარი ლაშადე ბისაშვილია, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. მადლობა ლაშა დროისთვის, ვიცი რომ დღეს ძალიან წაწვირთული გრაფიკი გქონდათ. პირიქით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და ნახოთ რა გამოგვივა ამ შეხვედრით. მაგრამ კარგი მოლოდინები მაქვს. მადლობა კიდევ ერთხელ. შეგრძნება მაქვს რომ დღეს სრულიად სხვა ფაზაში გადავედით. საქართველოს სამი მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო გაასამართლეს და დააპატიმრეს. თანაც მოსამართლე მოიყვანეს გორიდან, არ ეყოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების რესურსი. ასეთი რამ მე დიდი ხანია ვაკვირდებ პოლიტიკურ პროცესებს და არ მახსოვს. რამე გამოსავალი დაინახეთ, დღევანდელი ანტიკრიზისული საბჭოს ხდომაზე ჩანს რაღაცა სინათლე გვირაბის ბოლოს, როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთმა ყველაზე პრაგმატულმა პრეზიდენტმა მოიხსენია ეს გამოსავალი. კარგი, ანუ რაღაც სიურეალისტური ფაქტების ურთიერთდაპირისპირება მოხდა. ერთის მხრივ წარმოუდგენელი რამ არის, როცა ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ მოქალაქეებს და მეორეს მხრივ საუბარი არის რაღაც ანტიკრიზისულ პროგრამაზე, ანუ თითქოს რამდენად შესაძლებელია ანტიკრიზისულ პროგრამაზე საუბარი, როცა აგერ დღისით უბრალოდ დგომის გამო შეუძლია რეჟიმს დააპატიმროს მოქალაქე და ციხეში გაუშვეს. თითქოს წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა ჩემ გადმოსახედიდან ეს, გარდა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა საქართველოს ისტორიაში არადემოკრატიულობის, მაინც ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, სწორედ ესეთი ფაქტები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისში ვართ ჩვენ შესული, რამდენად არადემოკრატიული ბუნების რეჟიმი მყარდება აქ, არადემოკრატიული ბუნების მქონე და არადემოკრატიული მექანიზმების მქონე პირდაპირ ავტორიტარული რეჟიმი მყარდება საქართველოში, რომლის ეფექტი ჩვეულებრივ მოქალაქეზე ჩვეულებრივად შეიძლება აისახოს მის ცხოვრებაზე, უბრალოდ დგომის გამო. მაგრამ ეს ასევე პირდაპირ პროპორციულად მეტყველებს იმაზე, რომ თუ ამაზე რეაგირება არ იქნება სისტემური, ანუ თუ არ მოიძებნა ამ სისტემურ გამოწვევაზე სისტემურივე პასუხი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ცუდისკენ გავაგრძელებთ სიარულს და საერთო ჯამში ეს ავტორიტარული მმართველობა, ანუ ამის კონსოლიდაცია შეიძლება დასრულდეს და მივიღოთ სრული ტირანია. ან ერთპიროვნული, ან კლეპტოკრატიული ტირანია. ამიტომ ეს შეხვედრა, რაც დღეს იყო ანტიკრიზისული პლატფორმის მიერ შემოთავაზებული იდეები, უბრალოდ პრინციპების ერთობლიობა, ეს იყო კრებული ერთგვარი სისტემური დასკვნებისა, რაზეც ქართული საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ანუ რაზე ვთანხმდებით ჩვენ, როგორც საზოგადოება, საზოგადოება გულისხმობ წარმომადგენლების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების, პროფესიული დაჯგუფებების და ასე შემდეგ, მათ შორის პოლიტიკური სპექტრი. და ეს ღონისძიება იყო ცდელობა, ზოგადად ყველასთვის გაგვეჟღერებინა მოწოდება, რომ მოდი დავჭდეთ და რაღაცა საერთო პრინციპებზე შევთანხმდეთ. საერთო პრინციპებზე არა მხოლოდ როგორც ერთგვარი გარდამავალი ტრანზიციული პერიოდის საჭირო საერთო პრინციპებზე, რომლის დარღვევა არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ დავარღვევთ, მაშინ ჩვეულებრივად უბრუნდებით იმ ჩვეულებრივი მავნე ციკლში მოქმედების, არამედ ამ პრინციპების გარდა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პოლიტიკური პროცესები დაიწყოს საქართველოში, იქნებ იმაზე შევთანხმდეთ, თუ ზოგადად სხვადასხვა სფეროსთან მიმართებაში რა პრინციპული ხედვები გაგვაჩნია, რომ მოხდეს ამ სფეროების დალაგება, ანუ სახელმწიფოს პოლიტიკების სფეროში ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ჩვენება, ამაზე შეთანხმება და უკვე შემდგომში ამ დიდი შეთანხმების საფუძველზე უკვე შესაძლებელია გარკვეულწილად დიდი პოლიტიკური საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება. ეს იყო ის ზოგადი იდეა,
რამდენად ეს იდეები, რა თქმა უნდა, მივესალმებით და პირიქით, რა მოლოდინი არის და სურვილი არის, რომ მაქსიმალურად ყველა ჩავერთოთ აი ამ ძირითადი პრინციპების გარშემო მსჯელობაში, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამასთან დაკავშირებით შეთანხმება, რამე თუ საზოგადოება, ქართული საზოგადოება, აქ ხალხს როცა ქართულს ვამბობ, გულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს ყველას ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, თუ ქართული საზოგადოება შეთანხმდება ძირეულ პრინციპებზე და ამაზე, ასე ვთქვათ, ამას წყალი არ გაუვა, აქ კიდევ ერთხელ გულისხმობა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, ბუნებრივია უკვე შემდგომი ნაბიჯი, ან უმნიშვნელოვანესი ფაზა იქნება გავლილი და შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპების გარშემო უკვე ერთიანობის გაფორმება. ვინმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა ამ ანტიკრიზისულ პლატფორმაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პოლიტიკური კლასი და NGO, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოებაც ასე თუ ისე ნაკლებობას იმსახურებს საზოგადოებიდან. გამოჩნდნენ ვინმე, ვისაც შეუძლია ეს ვაკუუმი შეავსოს. ეს ანტიკრიზისული პლატფორმა ეს არ არის ვინმესთან ასოცირებული ან აფილირებული პლატფორმა, ეს მთლიანად შედგება ეს ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება საზოგადოებრივი ჯგუფებისგან, აქ არც ერთი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის. აქ სხვადასხვა სფეროში იქნება ეს პირობითად სამართლებრივი სფერო, იქნება ეს ეკონომიკური სფერო, განათლების სფერო თუ უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფერო. აი ამ სფეროების ერთგვარი ექსპერტული ცოდნა არის აკუმულირებული და ამ ჯგუფების მიერ მომზადებული დასკვნები ამ პრინციპებთან დაკავშირებით იქნა აკუმულირებული ამ გეგმაში, რაც იქნა წარმოდგენილი დღეს. ანუ ამ თვალსაზრისით სიახლე ის არის, რომ ეს არ არის ანტიკრიზისული პლატფორმა, რომელიც რომელიმე პოლიტიკური აქამდე ვინც არსებობდა პოლიტიკური ფიგურის ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ იქნა წარდგენილი. არა. ეს არის მთლიანად საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული პროცესი, ორგანიზებული ეს ექსპერტული დასკვნა, ფორმულირებული დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნა დღეს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს ჩემი გადმოსახედიდან სრულიად სიახლეა. ეს ექსპერტული დასკვნა ვინ უნდა გაითვალისწინოს? ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ასეთი ვითარება, რომ ერთადერთი ყოველ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაში ასე თუ ისე ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია, ყოფილი პრეზიდენტი. მასთან შეთანხმებულია ის, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ? არა, რა თქმა უნდა, არა, კიდევ ერთხელ ეს არის ერთგვარი საწყისი მცდელობა, რომ მოხდეს საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ პირველ რიგში კონსენსუსის მიღწევა ამ ძირეულ პრინციპებთან დაკავშირებით. შემდგომი ეტაპი არის უკვე ამ პრინციპების კომუნიკაცია ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. ჩვენი მიდგომა არის, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯგუფების და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ მოხდეს ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გაზიარება მაქსიმალურად, ხოლო შემდგომში უკვე ან პარალელურ რეჟიმში პოლიტიკური ორგანიზაცია და მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა. ანუ ეს ამ ეტაპზე ეს როგორც თქვენ ახსენეთ, შეთანხმებული რომელიმე პოლიტიკური ფიგურასთან, რა თქმა უნდა, ეს არ არის. დროებით გარდამავალ მთავრობაზე რას ფიქრობთ? ეს ჰაერში კიდია ეს იდეა და ხშირად არის ახსენები. გამოსავალია ეს? ნუ ანტიკრიზისული პლატფორმის ძირითადი დასკვნა, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება გარდამავალ პერიოდს და გარდამავალ მთავრობას, ანუ აქ ამის პარალელში შესწავლილი არის მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ სულ რომ თავი დავანებოთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო საქმეად წარმატებული არის, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტისა და მიუხედავად იმისა, რომ ვისგან არის წარმატებული, ვის ეკუთვნის ეს წარმატება საგარეო ფრონტზე? ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არის მაგალითი აღებული, იმიტომ რომ ვიცით თქვენ ეს ასე ვთქვათ, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როცა პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ მაგალითად შეთანხმებას მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და პოლიტიკური სისტემა იძულებულია რომ გადავიდეს ტექნიკური მთავრობის რეჟიმში. და ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მთავრობა გაცილებით უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ საქმის ორიენტირებულია ვიდრე პოლიტიკური დღის წესრიგზე კონკრეტული პარტიის. ანუ რამოდენიმე ქვეყნის ასეთი მაგალითი არის შესწავლილი როგორც დასავლეთ ევროპული, ისევე აღმოსავლეთ ევროპული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა პოლიტიკური კონტექსტი არის, ჩვენთან სხვანაირი პოლიტიკური კონტექსტია, მაგრამ ის გამოცდილება არის გამოყენებული, რომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ხშირად ტექნიკური მთავრობა უფრო კომპეტენტურია, ის არ აქცევს ყურადღებას
პოლიტიკურ დღის წესრიგზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც შეიძლება მთავრობაში იყოს მოსული, და ის უფრო ყოველდღიურ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტს, როგორ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავის საქმიანობა ამ გარდამავალ მოკლე პერიოდში. მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ამას სხვა ფაქტორები ემთხვევა. ჩვენთან ის მოცემულობაა, რომ პოლიტიკური პარტიების ნდობის ხარისხი არის ძალიან დაცემული, პრაქტიკულად განულებულია. ძალიან პოლარიზებული არის საზოგადოება, პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური პარტია, თუ მას ზოგადად პოლიტიკური პარტია შეიძლება ეწოდოს, რომელსაც იმ ხელამდობა აქვს, რომ მთლიანად შეუულია პირობითად ან ეს მორალური და პოლიტიკური ნდობა, რომ შექმნას ეროვნული ნდობის მთავრობა, ესეთი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, იქიდან და აქედან გამომდინარე და იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზა და კომპეტენცია არსებულ მთავრობებში და წინ რაც წარსულში არსებობდა მთავრობებში, როგორც წესი ეწირებოდა ხოლმე პოლიტიკურ ლოიალობას, ამ გარდამავალი პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი იდეა არის ტექნოკრატებით, ექსპერტებით და კომპეტენტური ხალხით მთავრობის დაკომპლექტება, რომლებიც აი იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, მოახდენენ თავიანთი კონკრეტული სფეროების სისტემურ დალაგებას. სისტემურ დალაგებას, ამ პოლიტიკური სისტემის მოწესრიგებას ამ თემატურ სფეროებში, სექტორებში, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი იქნება წყნარ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლა თავისი ნორმალური არჩევნებით, თავისი ნორმალური გადაბარებით ხელისუფლებისთან, ისე რომ ძალაუფლების და ხელისუფლების მიტაცების შანსი საერთოდ არ არსებობდეს. მაინც შეგეკითხებით, ამ ანტაგონისტურ ორპოლუსია გარემოში რეალურად მიგაჩნიათ, რომ ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება მოხდეს? რა თქმა უნდა, თქვენი სკეპტიციზმი აბსოლუტურად გამართლებულია, იგივე შიშელი და კრიტიკული შეხედულება მე თვითონაც გამაჩნია, იმიტომ რომ იმისათვის, რომ მხარეებმა მიაღწიონ როგორც ამ გააზრებას, რომ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია გარდამავალი მთავრობის და გარდამავალი პერიოდის არსებობა საქართველოში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციისთვის, ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი პოლიტიკური გამბედაობა და მათ შორის გააზრება იმ როგორც იმ სტრატეგიული კრიზისის, რა კრიზისში საქართველო იმყოფება დღეს. მაგრამ ვიცით რა, რომ ეს მოლოდინი რბილად რომ თქვა, არ შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან ძალიან ესეთი დიდი, ანუ ნაკლებად მოველოდებით, რომ პოლიტიკური პარტიებისგან ამ იდეის გაზიარება მოხდეს. ჩვენ ძირითადი ამოცანა არის რეალურად უფრო საზოგადოებაში ამ იდეის გატანა და საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზებით ამ იდეის გარშემო უკვე პოლიტიკური პარტიების ერთგვარ წნეხში მოქცევა, რომ დათანხმდნენ ამ იდეას. ეს ახლა რომელიმე არსებული ოპოზიციური პარტია და თქვენს მოკავშირედ მიგაჩნიათ, ახლა დღეს და ახლა? თეორიულად ყველა პოლიტიკური პარტია მოკავშირეა თუ ის იზიარებს ამ აზრს. ანუ თუ პოლიტიკურ პარტიას, მოდი ესე ვთქვათ, თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს ის გამჭრიახობა და აქვს ის უნარი, რომ გაიაზროს, რომ ამ მოცემულობაში, ამ პოლიტიკურ სისტემაში, ამ სამართლებრივ სისტემაში, სადამდეც ქართულმა ოცნებამ მოგვიყვანა, შესაძლებელია ნორმალური პოლიტიკური ტრანზიცია და ნორმალური პოლიტიკური სისტემის ნორმალური დალაგება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ მექანიზმებით, რაც ჩადებულია და საშუალებას აძლევს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ მიიტაცოს ხელისუფლება და საერთო ჯამში ინსტიტუტები, ხო, ანუ თუ მას ყოფნის ეს გამჭრიახობა და ეს გააზრება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მაშინ მოისაზრება როგორც პოლიტიკური პოტენციური მოკავშირე ამ იდეებთან დაკავშირებით. Ну, თუ პოლიტიკური პარტიას მაინც უფრო ეგოისტური პოლიტიკური მიზნები გააჩნია, რომელიც მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ობიექტური რეალობა და აუცილებლობა, ну, გასაგებია მაშინ რომ ამ პარტიასთან ჩვენ საერთო, ამ იდეებს საერთო არაფერი არ აქვს. ლაშა, ამ გარემოებებით, რადგან ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, რა პერსპექტივა აქვს რუსთაველის პროტესტს? არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, როგორც აღარ თქვით, არც პოლიტიკაში და არც სამოქალაქო სექტორში, ისეთი როგორ ვთქვა, მძიმე მხარდაჭერა ამ მრჩევლებისგან ჯერ არ არსებობს. როგორ შეიძლება მივიდეთ მიზნამდე, რომელიც გარკვეულია? ევროკავშირის წევრობას გულისხმობ.
კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს შეკითხვა იმ კიდევ ერთხელ იმ ძირეულ სირთულეს ეხება ერთის მხრივ როგორ უნდა მოხდეს პროტესტის მასშტაბის გაზრდა, რომ მასში გაცილებით მეტი ხალხი იყოს ჩართული და რუსთაველის პროტესტი ერთგვარად არ გადაიქცეს აბლის პროტესტად. ხო, კი ბატონო, ზუსტად გეთანხმებით და ამ თვალსაზრისით რა ოცნების მხრიდან რაღაც ხუმრობადაც არ ჩანდეს, ასე ვთქვათ, ბოროტი ხუმრობის საგანი არ გახდეს, როგორც აქამდე შეგვიათ ხოლმე. და მეორეს მხრივ, ანუ ერთგვარი სისტემური პრობლემა, რომ პროტესტი, რომელსაც ჭირდება თავისი ვიზუალური გამოხატულება, ეს არის ერთი მოცემულობა, იმიტომ რომ ბევრი ხალხის გარეშე ქუჩაში ბუნებრივია პროტესტის ვიზუალური მხარე არ ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ ისიც გასაგებია, რომ ბევრი ხალხი ქუჩაში ვერ გამოვა, თუ ამ ხალხის უკან სისტემური ორგანიზაციული სამუშაო არ იქნა ჩატარებული. და აქ არის სწორედ ის მთელი ძირეული პრობლემა, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ახასიათებს და კერძოდ პოლიტიკურ პარტიებს, ის რომ პრაქტიკულად ისინი მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მათ ერქვათ პოლიტიკური პარტიები, რეალურად ისინი თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ. ანუ ისინი არ სარგებლობდნენ იმ რაოდენობით ხალხის მხარდაჭერით, რაც ესეთ დამოლოდინით მათ უნდა ქონოდათ, იმიტომ რომ შეხედოთ რამდენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არის ახლა დაკავებულია ციხეში ჩასმული, ესეთ აქ ქუჩები გადავსებული უნდა იყოს მათი მომხრებით, რაც არ არის, ანუ ეს არ არის ის მოცემულობა, რაც გვაქვს. შესაბამისად, ფუნდამენტური კითხვა არის, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ერთგვარი, ახლა უნდა გამოვიყენოს ეს ტერმინი, მობილიზება, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი სისტემური ორგანიზაციული მუშაობის ჩატარება ისე, რომ პროტესტი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით პროტესტში აქტიური მონაწილეობა საზოგადოებისთვის ისე მომხიბვლელი გახდეს. მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა და მიუხედავად იმ რისკებისა, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, იმ შეზღუდვებისა, რასაც ქართული ოცნება ყოველდღე ამატებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროტესტის თავისუფალი გამოხატვის ნებისმიერ ფორმას საზოგადოებაში. ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რაზეც ფუნდამენტური გამოწვევა, რაზეც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღემდე პასუხი ვერ გასცეს. ანუ ერთი, მათ ვერ მოახერხეს სისტემური მუშაობა ქართულ საზოგადოებასთან, ვერ მოახერხეს კავშირის დამყარება საზოგადოების ფართო ფენებთან და შესაბამისად ისინი თანდათანობით ნელ-ნელა მიექანებიან არარელევანტურობისკენ, რაც პრინციპში უკვე დამდგარი ფაქტია. მაგრამ ეს არ აუქმებს იმ აუცილებლობას, რომ ეს სამუშაო ჩასატარებელია და ეს, ასე ვთქვათ, პრინციპში მეორე ფუნდამენტური კითხვა სვავს, რომ ქართული საზოგადოების ძირეული ფორმატირების გარეშე, ქართული საზოგადოების პოლიტიკური და თვით ორგანიზების გარეშე, ქართული საზოგადოების ხელახალი კონსოლიდაციის და ერთმანეთს კონსოლიდირებული ფორმატის შექმნის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება პროტესტის მასშტაბის გაზრდა და პროტესტის არა მხოლოდ მასშტაბის, არამედ სხვა ფორმების გაშლაც. იმიტომ რომ მარტო რუსთაველზე დგომა ბუნებრივია პროტესტს არ გამოხატავს. არსებობს უამრავი ფორმა პროტესტის ფორმის. შესაბამისად, ეს სამუშაო არის ჩასატარებელი, მაგრამ ეს სამუშაო ვერ ჩატარდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ფუნდამენტურ პრინციპებზე არ მოხდება შეთანხმება, როგორც საზოგადოების, ისევე არსებული პოლიტიკური სპექტრის, თუ საზოგადოებიდან აეხლა დაბადების პროცესში მყოფი ახალი პოლიტიკური სპექტრის და პოლიტიკური ფიგურების. აქამდე როგორც ჩანს, მთელ რიგ ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს ადრე არსებული ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური საერთოდ არ იყო შეთანხმებული, ის კი არა, ანუ მთელ რიგ, ანუ აქ პრობლემა იყო, რომ არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, როცა მარტივ რაღაცებზე პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებდა შეთანხმებას. უმარტივეს რამეებზე ვერ ახერხებდა შეთანხმებას, უამრავი პლატფორმა შეთანხმების რაღაც მსგავსი გაფორმდა, რომელიც ძალიან წარმატებული იქნა დავიწყებული მეორე დღესვე. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ სისტემურ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციაში და პოლიტიკურ პარტიებში განსაკუთრებით არსებობდა. ამიტომ ბუნებრივია თქვენი კითხვა, როგორ გადავარჩინოთ რუსთაველის პროტესტი,
როგორ გახდეს ის უფრო მრავალფეროვანი, როგორ გახდეს ის უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო კონსოლიდირებული, მოიცავს გაცილებით დიდი რაოდენობა საქართველოს და ქართული საზოგადოების, ეს ამაზე პასუხი ვერ გაიცემა, თუ არ დაიწყო საზოგადოებასთან ძირეული ფუნდამენტური მუშაობა. თუ არ მოხდა საზოგადოების სტრუქტურირება, თუ არ მოხდა პოლიტიკური იდეების სტრუქტურირება, თუ არ მოხდა პოლიტიკური იდეების გარშემო ფართო პოლიტიკური შეთანხმება და თუ არ მოხდა ამ ფართო პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება. უნებრივია სანდოების მაღალი ხარისხით და პოლიტიკური ფიგურების, ან თუ ძველიდან ვინმე გადარჩება დობის მაღალი ხარისხით კი ბატონო, თუ არა და ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენით ან არჩევით. სხვა გზა არ არსებობს და უკვე შემდგომი ნაბიჯი ბუნებრივი იქნება, თუ მივახცევთ გარკვეულწილად იმ მომენტს პოლიტიკური ცხოვრების საქართველოში, რომ ქართულ ოცნება იქნება ერთ მხარეს და მეორე მხარეს იქნება კონსოლიდირებული ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგი, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება საზოგადოებაში, რომელსაც მხარდაჭერა ექნება მთელი რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის ინიციატივების და საინიციატივო ჯგუფის, მათ შორის პროფესიული ჯგუფებზეა საუბარი, ბუნებრივია აქ მხარდაჭერის ხარისხი და დონე სულ სხვა იქნება, ვიდრე აქამდე იყო და შესაძლებელი იქნება უკვე საუბარი, რომ პროტესტი გადარჩეს, გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაცილებით უფრო სხვა სფეროებს მოედოს, ვიდრე მხოლოდ რუსთავზე დგომა. კიდევ ერთხელ, პროტესტი დგომა არ არის, დგომა პარლამენტის წინ არ არის, მხოლოდ პროტესტი ბევრ რამეს მოიცავს, ბევრ მოქმედებას მოიცავს და ამ მოქმედების, როგორ ვთქვათ, პროტესტის ამ მრავალი ფორმის და ფორმატის შესრულების უნარი სწორედ წარმოშობს იმ წნეხს, იმ პოლიტიკურ წნეხს და იმ საზოგადოებრივ წნეხს, რაზეც ქართული ოცნება თვალს ვერ დახუჭავს. ეხლა დღევანდელი მოცემულობით ქართული ოცნება რასაც უყურებს, ეს არის ის, რომ ყოველდღიურად პირობითად პარლამენტის წინაშე ტროტუარზე დგას 500-დან 1000 კაცამდე, შაბათობით რამდენჯერმე მეტი, რამდენიმე 1000 კაცი ჩაივლის ფილარმონიიდან რუსთაველამდე, მაგრამ ეს არ წარმოშობს მისთვის არანაირ უხერხულობას, მას არ აქვს ამასთან გამომდინარე არანაირი შეგრძნება პოლიტიკური წნეხის ზეწოლის, ის არ გრძნობს არანაირ საფრთხეს, რომელიც მოდის საზოგადოებიდან. მით უფრო პოლიტიკური ფლანგიდან, იმიტომ რომ პოლიტიკური ფლანგი ოპოზიციის აბსოლუტურად განულებული. გამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ოპოზიციის ლიდერები ახლა ციხეში შედან. მე მაგალითად ამ ფორმატში, ამ პოდკასტზე მინდა რომ პოლიტიკოსიც მოვიწვიო, მაგრამ ისინი, ვისთანაც საუბარი მე მაინტერესებს, არ არიან ხელმისაწვდომი. ციხეში შედან. და იმიტომ აბსოლუტურად სწორი, აქ ერთი წამითაც არ მინდა რაღაცნაირად შევამცირო მათი პირადი სიმამაცე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ზად აღმოჩნდნენ, რომ ციხეში წასულიყვნენ და რაღაცა არავითარ გარიგებაში არ წასულიყვნენ მართლ რეჟიმთან, მაგრამ ამავე დროს, იცით რა, ამავე დროს მე თქვენი რიტორიკული კითხვა მაქვს, თუ ისინი იმ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ისინი არ მიდიან გარიგებაზე ხელისუფლებასთან და მზად არიან ციხეში ჩაჯდნენ, რატომ ვერ შეთანხმდნენ ისინი აქამდე, რომ აი ძირეულ ბაზისურ პრინციპებთან დაკავშირებით მომხდარიყო მათი გაერთიანება და ერთიანი პოლიტიკური ფორმატით თუ ფლანგით მოქმედება იმ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ხო? ჩვენ პირიქით უყურებდით, რომ მათი მხრიდან არანაირ ერთობლივ მოქმედებების ერთობლივ დაგეგმას არ ჰქონდა ადგილი. პირიქით ერთი თუ რაღაც იდეას გააჟღერებდა აბსოლუტურად პარალელურად თუ სხვა იდეები ჟღერდებოდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ სტანდარტულად კონსოლიდირებული ძალაუფლების მქონე ხელისუფლება ძალიან მარტივად გაუმკლავდა აბსოლუტურად არეულ ერთმანეთში კოორდინაციაში არ მყოფ პოლიტიკურ ოპონენტებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რომ ისინი ციხეში ზიან ერთი წამითაც არ ამცირებს მათ პიროვნულ სიმამაცეს და პიროვნულ გამძლეობას და მედეგობას, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ აი ეს შეთანხმებული მოქმედება, როგორც მინიმუმ, რამოდენიმე თვით ადრე ყოფილიყო მათ მიერ დაფიქსირებული ერთობლივ მოქმედებაში, ერთობლივ დაგეგმვაში და ერთობლივ პოლიტიკურ ფორმატში.
საზოგადოების როლიც ახსენეთ წეგან. ამ საზოგადოებამ, რა ვიცი, რამდენჯერმე აჩვენა, რომ გაბრაზებულია პროტესტი რომ არის, რამდენჯერმე 100,000-იანი აქცია მოეწყო, 100,000-ობიანი. მაგრამ ჩვენ ხო წეგან ანტაგონიზმზე და ორპოლოსიანობაზე ვილაპარაკეთ. ერთი პოლუსი გასაგებია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მეორე პოლუსი ვინ არის? მეორე შხამიანი პოლუსი, ვინც ამ ველს წამლავს. ესე იგი, ზოგადად მოდი ვითხოვთ თქვათ ესე, რომ ვინ რამდენად ტოქსიკურია პოლიტიკურ ველზე, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არარელევანტურია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ერთმა მხარემ, ან საზოგადოების ერთმა ჯგუფმა მიიჩნიოს მაგალითად ღია ტექსტით ვისაუბრებ, რომ ნაციონალური მოძრაობა მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოების გაერთიანება. არ არის? არ არის? კიდევ ერთხელ, ტოქსიკურობის დოზა ყველას აქვს მაღალი თუ დაბალი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური საქმიანობის უფლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ანუ ზუსტად ამის თქმა არის, ანუ ვერ მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც მე ნეგატიურად არ უნდა ვიყო განწყობილი ამ ფიგურის მიმართ, ან თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ, როგორც მათ შორის ავტორიტარიზმის დამამკვიდრებელ პარტიას მიმართ პოლიტიკურ წარსულში, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვაც რეალურად ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური ქმედება არის. სულ სხვა საქმეა და სხვათა შორის ამ პარტიას აქვს თავისი ამორჩევები. სულ სხვა საქმე არის კიდევ ერთხელ თქვენ კითხვა უფრო სხვანაირად მე სხვა კონტექსტში გავიგე, რამდენად შესაძლებელია ამ ტოქსიკურობის ფაქტორის მქონე ზოგადად გაერთიანება აი ამ ამას გულისხმობდი, კი, სწორად გაიგეთ. პოლიტიკური სპექტრის. ძალიან რთული, რა თქმა უნდა, ძალიან რთული კითხვა არის, იმიტომ რომ დაფიქრდეს ადამიანი მთელი რიგი საზოგადოებრივი ჯგუფები არის, რომლებიც გამორიცხავენ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თუ პარტიასთან თანამშრომლობას, იმის რამდენად ვეთანხმებით სხვა, მაგრამ ისინი აპრიორი გამორიცხავენ მასთან თანამშრომლობას. მაგალითად, ერთი არის, ახლა თქვა პირდაპირ ეს არის ნაციონალური მოძრაობა და აქ არსებობს ობიექტურად შიშები, რომ თქვა გარკვეული კრიზისის პირობებში შეიძლება ნაციონალური მოძრაობამ მისი ლიდერის მეშვეობით მოახდინოს რაღაც პროცესების მიტაცების მცდელობა და საერთო ჯამში მე თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ნუ ეს სუბიექტური თუ ობიექტური, მაგრამ ეს შიშები არსებობს. არსებობს მაგალითად სხვა მოსაზრება, რომ აი თუნდაც ფედერალისტები, როგორც ასევე პოლიტიკური პარტია, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი ასევე ტოქსიკური არის, რომელიც პრაქტიკულად რომელთან შეუძლებელია რაღაც გარკვეული სახის, მიუხედავად იმისა, რომ ჩერგოს გულისხმობ თამარ ჩერგოლეიშვილს. ხო, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეფასება მის მიმართ საკმაოდ როგორ თქვა, დადებითიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვისმენ მისი მხრიდან სწორ გააზრებულ და ლოგიკურ შეფასებებს მოვლენების. მაგრამ ამავე დროს არსებობს ესეთი მოსაზრება, ერთია შინაარსი, მეორე არის ფორმა. და ხშირ შემთხვევაში ფორმა, ანუ ის თუ კომუნიკაცია რა ფორმით ხდება, ხშირ შემთხვევაში გამორიცხავს ამ შინაარსის ადეკვატურ აღქმას მეორე მხარის მიერ. და ესეც არის ერთგვარი პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთი, როგორ ვთქვათ, ერთ-ერთი აუცილებლობა, რომ მოხდეს ამის გააზრება, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური მიზანი არის გაერთიანება და ეს არის უპირატესი მიზანი, მაშინ უნდა მოვახერხოთ, რომ პოლიტიკურმა კომუნიკაციის უუნარობამ არ ჩააფლავოს ამ პოლიტიკური მიზნის მიღწევა. გაერთიანება თუ აზელვა? ბატონო? გაერთიანება თუ აზელვა? ნუ ეს აქ უკვე მივდივართ მეორე ესეც სწორი შეკითხვაა აბსოლუტურად. გვინდა თუ არა ჩვენ მექანიკური, ტექნიკური ასე ვთქვათ, გაერთიანება, ანუ ინგრედიენტების ჩაყრა ესე მექანიკურად, საიდანაც არანაირი და მიქსერით მორევა ეგრე ხო? ხო, საიდანაც არანაირი გემო არ გამოდის, იმიტომ რომ აპრიორი ვიცით რომ აქედან არანაირი რაღაც კარგი კერძი არ გამოვა. თუ აქ მნიშვნელოვანია წინწრებად გააზრება რა ინგრედიენტებს, ასე ვთქვათ, ვკრით ამ პოლიტიკურ соуში, საიდანაც შესაძლებელია ძალიან გემრიელი რაღაც კერძის დამზადება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და აქ აბსოლუტურად დაგეთანხმებით მე.
რომ სწორად უნდა იქნას გააზრებული ვისთან, რა პოლიტიკურ ძალასთან შედიხარ ამ გაერთიანებულ ფორმატში და რამდენად გინდა ეს გაერთიანებული ფორმატი, იქნება ეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ფორმატი, აქციო აი ამ ტოქსიკური ძალის თუ ძალების მძევლად. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს მოითხოვს სწორ გააზრებას, ეს მოითხოვს მათ შორის საზოგადოების და პოლიტიკური მოთამაშეების კონსენსუსს, ხო? იმიტომ რომ რაღაცებზე თუ თანხდებით, მათ შორის იმასაც უნდა შევთანხმდეთ, ან წესების თამაშებს უნდა შევთანხმდეთ, პრინციპებზეც უნდა შევთანხმდეთ და მათ შორის ალბათ იმასაც უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ვისთან შესაძლებელია თანამშრომლობა ობიექტურად და ვისთან არა. ეს მე ჩემთავს რეალურად ეხლა ჩემთვისაც ამ ეტაპზე ძალიან ძნელია იმის გარკვევა, რომ ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია და ნაკლები სურვილი მაქვს ამ პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ჩავკოცხვირი და ის დეტალები ამოვქეკო პირობითად, რაც ჩემთვის აბსოლუტურად საინტერესო არ არის. მე ვაფასებ ეხლა ამ შემთხვევაში გარედან, მინდა რომ შევაფასო ეს პრობლემები სისტემურად და შემდგომში რა მოხდება, ეს უკვე პოლიტიკური ცხოვრება გაჩვენებს და ხშირ შემთხვევაში როგორც პოლიტიკა ამბობს, არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. პოლიტიკოსების საზოგადოებისთან ტოქსიკურ ურთიერთობას დაუბრუნდებით ცოტა ხანში ტრამპის მაგალითზე, მაგრამ ახლა მივიდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკამდე. აქამდე გაცხადებული, ყოველ შემთხვევაში 2022 წლამდე გაცხადებული პოლიტიკა იყო ჩვენი საგარეო, რომ ევროატლანტიკური კურსი გვიჭირავს და გვინდოდა ამ სივრცის ნაწილი ყოფილიყავით. ქართულმა ოცნებმა რაღაც დროს ძირითადად ყობახიძის ხელმძღვანელობისას შესვალა ეს კურსი, ამას ალბათ პოლიტოლოგიაში ეწოდება პრაგმატულობა, მულტივექტორულ სისტემაზე გადასვლა, ანუ ისინი წესით თავიდან როცა გამოჩნდა ეს იდეა, შეგვეძლო გვეგულისხმა, რომ რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს და პატარა ქვეყანა ვართ, უნდა გქონოდა ყველასთან, მათ შორის დაპირისპირებულ დიდ ძალებთან დაბალანსებული ურთიერთობა. თუმცა ისე გამოვიდა, რომ არც რუსეთი მაინც და მაინც ამ წინადადებაზე არ წამოსულა, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში მაინც და მაინც რომ რაღაცა ლოიალობა გაიზარდა და რაიმე ჩვენ მოვიგეთ. ქართული ოცნების ამ პოლიტიკით ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობაც არ ვიცი, ის გაფორმებული რითი დასრულდა, იმიტომ რომ ინვესტიციები შემცირდა პირიქით, არ გაზრდილა. კრახია ეს თუ უბრალოდ თვითიზოლაციის მორიგი ნაბიჯი? ორ რამეს ვიტყოდი, ანუ პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ დაბალანსებული პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ან კურსის არსებობას, კონკრეტული კურსის არსებობას. ის რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო და არის ჯერჯერობით პრიორიტეტი სტრატეგიული ქვეყნის განვითარების, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოხდეს როგორც რეგიონალურ მასშტაბში, ისე ინტერრეგიონალურ მასშტაბში ძირითად მოთამაშეებთან, მათ შორის საკმაოდ სწონიანი და მნიშვნელოვანი თემებთან დაკავშირებით შეთანხმებების მიღწევა, ისე რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები და ინტერესები არ ყოფილიყო დაზიანებული. ანუ ერთი მეორეს ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს, სხვა ტერმინსაც გამოვიყენებდი, სომხეთი წლების განმავლობაში მაგალითად ახორციელებდა ესეთ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც კომპლემენტარობა ეწოდა. ანუ კომპლემენტარობა რა არის, რომ არის რაღაც ძირითადი კურსი, მაგრამ ეს კურსი ასევე დაბალანსებულია სხვებთან მთელი რიგი თანამშრომლობით და პარტნიორებით, რომელიც ამ ძირითად კურსს ავსებს და საერთო ჯამში ქვეყანას გაცილებით უკეთესი, როგორც უსაფრთხოების ჩარჩოს თუ საერთოს უქმნის, ისე უფრო მეტ პირობებს ქმნის ქვეყნის, კარგ პირობებს ქმნის ქვეყნის განვითარებას. ოცნებამ რაც გააკეთა რეალურად, ოცნებამ ძირითადი კურსი მოსპო, როგორც ასეთი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტებს უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მოსვლით ეჭვის ქვეშ დგება ზოგადად მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა, ისე როგორც არის ნატო მაგალითად, რომელიც დე ფაქტო
რომ შევხედოთ ახლა ამის აღიარება არ გვინდა, მაგრამ რაღაცნაირად პარალიზებულია, იმიტომ რომ პოლიტიკურად მაინც პარალიზებულია, იმიტომ რომ მისი ძირითადი მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატები ხერხემალი, როგორც სტრატეგიული შეკავების, ისევე ბირთვული კომპონენტი, ისევე კონვენციური შესაძლებლობებით ევროპის კონტინენტზე და ზოგადად გლობალურად ის არც კიერიდება, ღიად აცხადებს, რომ ის თითქოს თავის თავს არ განიხილავს ნატოს შიგნით და გონია რომ ევროპელები არიან ნატოელები და ხშირად ტრამპის და სხვების მიერ იქნა გაჟღერებული ეს იდეა რომ მაინც არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის მაინც საკუთარ თავის გაწივა მოსალოდნელ გლობალურ დაპირისპირებაში სხვა დიდ მოთამაშეებთან. ნუ ამას თავი დავანებოთ, ანუ რა ბედი ეწევა ნატოს და რამდენად ახლიჩილი არის ევროკავშირი და რამდენად პრობლემები აქვს ევროკავშირის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ასე შემდეგ. და ნუ აღარ ვსაუბრობ ახლა იმ საფრთხეზე, რასაც გულისხმობს რუსეთის სავარაუდო შეტევა, სამხედრო შეტევა ბალტიისპირეთზე ან პოლონეთზე. ჩვენთვის რეალურად ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების მშენებლობის მოდელის თვალსაზრისით, ჩვენთვის რა თქმა უნდა ევროპული კონტინენტი და ევროპული მოდელი არის ის სამაგალითო მოდელი, რომელსაც ჩვენ გვინდა და აქეთკენ ვიდოდით ამის მშენებლობა გვინდა, იმიტომ რომ ვიცით რა რომ ეს მოდელი თავაზობს ყველაზე საუკეთესო პირობებს განვითარების, როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების, ოჯახის, სახელმწიფოსი და სახელმწიფოს სხვადასხვა პოლიტიკების. ამიტომ რა მოუვა ევროპას, იქნება ნატოს ფარგლებში, არ იქნება ნატო, თავის რაღაცებს გამოიგონებს, იქნება გახლეჩილი, შემცირებული თუ ასე შემდეგ, მაგრამ სტრატეგიული გადმოსახედიდან ევროპა თავის ფორმაციას იპოვის ხელახლა საერთო ჯამში და ჩვენ გვინდა არ გვინდა, მაგრამ ამ ფორმაციასთან უნდა ვიყოთ მიგმულები. აი, ოცნებას ეს სტრატეგიული გაგება გონია რომ არათუ არ ქონდა, რაღაცნაირად ოცნება შეეცადა რომ აი ეს პოპულისტურად არ ვიცი დირექტივა იყო ეს თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე თემა დაბნეულობიდან საკუთარი როგორც აბსოლუტურად აუხსნელი არის ის სწრაფი შემოტრიალება, ის უეცარი და სწრაფი მოულოდნელი შემოტრიალება, რაც ოცნებამ განსაკუთრებით 2022 წლიდან განახორციელა. თქვა და ეს დირექტივა არ იყო გარედან მოსული და თვითონ გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად ამ ომის ფონზე, ხო, აი უკრაინის ომის ფონზე, რომ თითქოს საქართველოს ინტერესების და მისი უსაფრთხოების დასაცავად ამ გავეშებული მეზობლის ფონზე რაღაცნაირად უფრო მშვიდი დაბალანსებული სტრატეგიული პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. ამ გადმოსახედიდანაც საერთოდ როგორ გითხრათ, აი სიტყვა არსებობს ესეთი, ახლა რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო, ხო, აი პროფანული, ხო, ეს პროფან, აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად სტრატეგიულად გაუაზრებელი და სტრატეგიულად და ოპერატიულად და ტაქტიკურადაც აბსოლუტურად უაზროდ შესრულებული მოძრაობები განახორციელა ოცნებამ, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა თავიდან დავანებოთ მის სტრატეგიულ მიმართულებას, მას სჭირდება დიდი კომპეტენცია, მას სჭირდება გარკვეულ პერიოდზე გააზრება, მას სჭირდება ფორმულირება მიზნების, მას სჭირდება ამ მიზნების დაყვანა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ბუნებრივია თავის სექტორულ მიმართულებებში ახორციელებენ თავის პოლიტიკებს და თავის სამოქმედო გეგმებს სახავით და შესაბამისად ამას მე ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო მოხელეები, კომპეტენტური მინისტრების მეშვეობით. ჩვენ რაც ვიხილეთ, აბსოლუტურად სრული დეგრადაცია და დეგენერაცია ვიხილეთ ყველა სფეროში დაწყებული სტრატეგიული დონიდან დამთავრებული ამ პოლიტიკების ტაქტიკურ განხორციელებაზე. ისიც კი ვერ მოახერხა ოცნებამ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ხვადაღებული ჩინური ალტერნატივა, რომელიც თითქოს აბალანსებდა ამ ევროატლანტიკურ მიმართულებას, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ჩინელების დაინტერესება რეგიონით შეენარჩუნებინა, ისე დაინტერესებინა ჩინელები, რომ ასე როცა მოხდა უკვე დაპატიჟება სი ძინპინის მიერ ქვეყნის მეთაურების, ხო, პეკინში,
იქ ვერც კი ანუ ვიხილეთ ჩვენი მეზობლები, ვიხილეთ აზერბაიჯანი, ვიხილეთ სომხეთი და ოფიციალური დაპატიჟება თბილისს არც კი მოუვიდა. და ეს არის და იგივეს აბსოლუტურად იგივეს უყურებთ ყველა მიმართულებით. ხო, ჩვენ უყურებთ რომ პრაქტიკულად არავინ არ იწევს ქართული ოცნების წარმომადგენელს. არც დემოკრატიული ევროპის წარმომადგენლები და მათ შორის არც არადემოკრატიული ქვეყნების მთავრობები. ოცნება ერთგვარად ჩაკეტილი არის თავის რაღაცა ქვეყნის ფარგლებში, ცდილობს რომ ყველა დაარწმუნოს რომ ის არის მხოლოდ ერთადერთი კომპეტენტური ძალა, ამავ დროს ყველაფერს აკეთებს რომ ეს დარწმუნება გააცამტვეროს და შედეგად იღებს იმას, რომ საქართველო არის აბსოლუტურად თითქოს აი ესეთ რაღაც ბნელ კუთხეში მომწდეული თავისინებით აბსოლუტურად გასული ამ გლობალური შუქიდან გასული არა ამ ბნელ კუთხეში და ცდილობს არავის არ დაენახოს აი ამ ბნელი კუთხიდან. შესაბამისი რეაგირებაც მოყვება რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორებისგან, ან ყოფილი პარტნიორებისგან, მეზობლებისგან თუ ადრე წელიწადში ჩვენ ხედავთ რომ როგორც მინიმუმ სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებით რამოდენიმე ვიზიტი ხორციელდებოდა, შეგიძლიათ ახლა გადაითვალოთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენი ვიზიტი იყო აზერბაიჯანში ან სომხეთში, როგორც წესი ეს ახლა უკვე მხოლოდ მინისტრების და მინისტრების მოადგილეების დონეზე. ასეა ნამდვილად კი. რაც ნიშნავს რომ ამ ჩვენ რეგიონალურ პარტნიორებთანაც კი პრაქტიკულად ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობამდე დავედით. და რანაირ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე აქ უკვე იცით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია პირად დონეზე ახლა ყველა მიცის რომ პოლიტიკა ერთია რა თქმა უნდა ეს არის კომპეტენცია, ეს არის ცოდნა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადი კონტაქტები მაღალ პოლიტიკურ დონეზე. მთელი თეორიებიც კი არის პოლიტიკის მეცნიერებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში როგორ ხდება პიროვნულ დონეზე ენის კომუნიკაციის ღირებულებების გაცვლა და ამ როგორ ხდება დაახლოება, ხო? და ჩვენ პრინციპში რასაც ჩვენ ვუყურებთ, რომ არც ერთ ჩვენ წარმომადგენელს de facto პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელს არ ყავს მეგობარი ახლო კომუნიკაციის მქონე ვიზავი მეორე მხარეს, იქნება ეს სამეზობლო თუ იქნება ეს გაცილებით დიდი რეგიონალური ქვეყნები. ეს სამწუხაროა რა თქმა უნდა და ნიშნავს პირდაპირ იმ არაკომპეტენტურობაზე და იმ სიბრმავეზე პოლიტიკური დაგეგმვის, საგარეო პოლიტიკური დაგეგმვის თვალსაზრისით, რაც ოცნებას ახასიათებს. როცა არ ხარ მაგიდასთან, მაშინ ხარ მენიუში, თქვა კანადის პრემიერმა დავოსში. ჩვენ მენიუში ვარ თუ ძალიან პატარა და უმნიშვნელოვანი. იმისთვისაც კი რომ თავარ მენიუში მოხვდეთ რაღაცა დამატებით მენიუში ხარ რომ მოვაქვთ ხოლმე ყავას რო შეუკვეთავ და მე პატარა ნამსხვრს მოგიტანენ. კანადის პრემიერმა ძალიან სწორ ამაზე მიანიშნა რეალურად ეს გამონათქვამი ზუსტად ის იყო, რაც მთელი მისი 35 წუთიანი გამოსვლის შინაარს გამოხატავს. და მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საშუალო და პატარა სახელმწიფოების მოწყობილობაზე აი ამ საერთაშორისო სისტემაში, ახალ სისტემაში, რასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რეალურად აკალიბებენ. იცით რა, ქართულ ოცნებას ერთი რამე ახასიათებს, რაც წარმოუდგენელია ჩემთვის, ანუ რატო აკეთებენ თვით როგორ თქვა ეს თვით იზოლირებას კი არა, აი თვით საკუთარ სანდოობას ანადგურებენ, საკუთარ ეფექტიანობას ანადგურებენ. ხალხურ ენაზე ამას ქვია საკუთარ ფეხში, რა ვიცი, ტყუის დახლა. ხო, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე შეიძლება რიტორიკულ დონეზე დაეთანხმო კიდევაც მათ, რომ არ შეიძლება მაგალითად მხოლოდ ბრმად ერთი კურსის გაყოლა და საჭიროა ეს კომპლემენტარობის, ამას არ ამბობენ კომპლემენტარობა, დაბალანსებას თქვა და დავეთანხმე და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ კი, გასაგებია რომ რაღაცა კურსით მივდივართ, მაგრამ ამას არ უნდა გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა, პირობითად თუ ამის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტი მოითხოვს და საჭიროა მთელი რიგი მიმართულებით ვიმოქმედოთ, მაგრამ მათივეზე რიტორიკიდან ჩანს, რომ ამის ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ სუპერაქტიურობა საერთაშორისო დონეზე, მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივებით მისვლა პარტნიორებთან. მე-19 საუკუნეში
ბისმარკი ამას იტყოდა გადაზღვრებების სერიაზე გააკეთებდა აქცენტს, იმიტომ რომ სხვა მასშტაბის ქვეყანაა, მაგრამ იმასაც თავისი პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ ბევრი. დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, სამხრეთიდანაც ყველგან მტრები ეჩვენებოდა და ჩვენც რეალურად ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე აპრიორი უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვართ დაცულები არც ერთი მიმართულებით, მაგრამ ანუ ლოგიკა მოითხოვს ქართული ოცნების მიერ გაჟღერებული რიტორიკიდანაც კი ჩანს ეს მარტივი ლოგიკა, რომ თუ ამას ამბობ, მაშინ ამას უნდა მოყვეს სუპერ აქტივიზმი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ყველგან პარტნიორების, მეგობრების სტრატეგიული, არ ვიცი, მოკავშირეების მოძებნის მცდელობა, ყველგან გადაზღვრებების გაფორმება, ხელშეკრულებების დადება, იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ენერგეტიკის სფეროში, რაზეც გნებავთ, ხო, სადაც კი სარგებელი არის, ომხრივი ყველგან არის, იმიტომ რომ ერთი რამე, რაც 90-იან წლებში შევარდნაძესაც და ალიევსაც ძალიან კარგად ესმოდათ, ეს ის პერიოდი არის, როცა ორივე ქვეყანა პრაქტიკულად ქაღალდზე არსებობდა, არ შემდგარი სახელმწიფოები იყო, ერთი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში სამოქალაქო ომის და პლუს ქართველებს შორის დაპირისპირების გამო გაცამწვერებული და გაჩანაგებული ქვეყანა იყო და მეორე ქვეყანა, რომელსაც ეს ყარაბაღის კონფლიქტის გამო ეკონომიკაც არ ჰქონდა, დაპირისპირებული იყო, მოსკოვის კლანები არსებობდა, რომლებიც ერთი კლანი მოსკოვს ემხრობოდა, მეორე კლანი პროტურქული კლანი იყო და აი ამ ორი ქვეყნის საბჭოთა წარსულის მქონე ფუნქციონერებმა, ხო, იმათმა ძალიან კარგად გაიაზრეს, რომ ასეთი ტიპის რეგიონში, სადაც დაუცველობის უზარმაზარი ხარისხი არსებობს, ერთადერთი საშუალება პატარა ქვეყნების გადარჩენის ეს არის ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და მაქსიმალურად მეტი რაოდენობით დიდი სახელმწიფოების და რეგიონალური ძალების ინტერესების დაბანდება რეგიონში. იმიტომ რომ მხოლოდ მაქსიმალური ინტერესების დაბანდებით იქნება ეს ეკონომიკური პროექტები, პოლიტიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, რაც უფრო მეტი ინტერესი არის დადებული გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში, მით უფრო ხარისხი დაინტერესებით ამ რეგიონის და ალბათობა იმის, რომ ვიღაცას გაახსენდებით კრიზისის დროს გაცილებით მაღალია, ვიდრე აი როგორც ახლა ქართული ოცნება რეალურად აცხადებს, რომ მოდი ყველასგან დისტანცირება მოვახდინოთ, ეს ჩვენ არ გვეხება, სადღაც ბნელ კუთხეში მივიმალოთ და იქნებ არავინ არ შეგვამჩნიოს ამ სიგნალებში და ამ ჩრდილებში. რა თქმა უნდა, ეს არ მოქმედებს და ეს მაგალითი უნდა, ანუ ქართული ოცნებისთვის ვიზახი, ის მაგალითი რაც შევანაძემ და ალიევმა მაშინ განახორციელეს, ის პირიქით ის გასავითარებელი არის. და ის უნდა გადმოვიღოთ, რომ კიდევ ერთხელ აი ამ მით უმეტეს აი ამ შეშლილ სამყაროში, რომლის ინსტიტუტები და რომლის სათუთად ნაშენები არა ბრწყინვალესი რაღაც არქიტექტურა, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს, რა თავისი პრობლემებით, მაგრამ მეტნაკლებად ეს სტრუქტურა მუშაობდა, ეს სტრუქტურა ახლა ნგრევას განიცდის და არავინ არ იცის რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს ახალი სტრუქტურა, მაგრამ აპრიორი ვიცით, რომ ძალის პრინციპს და დიდი სახელმწიფოების სურვილებს, გაცილებით დიდი დამსურვილების ძალის მეთოდებით განხორციელებას, გაცილებით დიდი ადგილი ექნება მომავალ მსოფლიოში. და ამ ფონზე ბუნებრივია ეს ბნელ კუთხეში ვერავინ დაიმალება. მით უმეტეს იმ რეგიონში, რომელიც ბევრ რეგიონს აკავშირებს, მოდი ასე ვთქვათ, მარტივად. ამ ზომიერ ოპტიმიზმს შევუერთდები ჩემ პროფესიული გამოცდილებიდან. და მაგალითად გერმანული მედია, რომელსაც მე რუტინულად ვაკვირდები ჩემ პროფესიული საქმიანობის გამო, ბოლო დროს დღეს მაგალითად გერმანიის პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტინგი აბუ-დაბისა და მოსკოვის შესახებ თბილისიდან იყო. ჩაერთო ადამიანი თბილისიდან და მოყვა ამბავი რა ხდებოდა იქ და აქ. მშვიდობის საბჭო, მშვიდობის ფორუმი წამოწყებული ტრამპიდან. ხო არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ალტერნატიული გაერო. ხომ არა აქვს მას მცდელობა, რომ ეს შექმნას. ნუ აქ შეიძლება ცოტა ირონიითაც ითქვას, რომ რა თქმა უნდა, მიუხედავად ტრამპის დიდი ეგოცენტრულობისა, მის გარშემო შექმნილი მშვიდობის საბჭო ვერანაირ ალტერნატივად, მიუხედავად თავისი უფუნქციობისა გაეროსი, ის რა თქმა უნდა ვერ გახდება
ყველას ესმის, რომ ეს მშვიდობის საბჭო არის ერთგვარი როგორ არის ახლა რაღაც ცოტა ეს რბილი ფორმები ეპიტეტები რომ შევარჩიო, ერთგვარი ახირება არის სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის და ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერის, რომელსაც სურს მოკლედ სურს, რადგან პირობითად ნობელის პრემია არ მიიღო, სურს რომ როგორც მინიმუმ მშვიდობისკენ ესეთი ნაბიჯი გადადგას რომელიც სულ მინიმუმ 20-28 წლის ბოლომდე იქნება ხელისუფლებაში. კი ბატონო, იცით რა, ეხლა რაც არ უნდა ის კერძო ინიციატივებზე ვისაუბრებ, ბუნებრივია რომ ნებისმიერი ასეთი სახის საბჭოები თუ გვინდა რომ ეფექტურ ინსტიტუციურ სტრუქტურაზე ვისაუბროთ, ის უნდა იყოს როგორც მინიმუმ ინსტიტუციურად გააზრებული, მექანიზმი უნდა იყოს ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მიღების და ის უნდა იყოს მხარდაჭერილი მსოფლიოში ყველაზე უმრავლესობით ქვეყნების, მათ შორის რაც თავარია რეგიონალური ლიდერების მიერ, ანუ ლიდერი ქვეყნების მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მოდით ვთქვათ, რომ ევროპული ბიუროკრატია ნამდვილად პრობლემაა. ევროპას მოუხდება მორგება მსოფლიოს ახალ წესრიგზე, უпростоრად უწესრიგობაზე. როგორ ხედავთ აქ კანონზომიერებას? საითქე უნდა წავიდეთ? საითქე უნდა წავიდნენ ისინი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამ ახალ მსოფლიო წესრიგში? ერთი დავამთავროთ, რომ ამ მშვიდობის საბჭოს არანაირი მომავალი არ აქვს და ჩემი ღრმარწმენით, როგორც კი ტრამპის ფიგურა პოლიტიკური ავანსენიდან წავა, მშვიდობის საბჭოც მასთან ერთად გაქრება. რაც შეეხება ევროპის მომავალს, იმ ქაოსში, იმ პოლიტიკურ ქაოსში და გეოპოლიტიკურ ქაოსში, რაც კიდევ უფრო მეტად ქაოტური, კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელი კრიზისული იქნება ახლო მომავალში. ევროპას აქვს ერთადერთი გამოსავალი, რომ ან იული გზით, ან შედარებით იული და შედარებით ნაკლებად მტკივნეული გზით, ან პირიქით გაცილებით უფრო მტკივნეული, გაცილებით უფრო სისხლიანი გზით და გაცილებით უფრო მეტი დანაკარგით საბოლოო ჯამში გავიდეს სამშვიდობოს. ერთი არის ის, რომ ისინი თანხმდებიან ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები ბუნებრივია, საუბრობ ახლა რეალურად მათ შემადგენლობაზე და ძირითადად საუბრობ ახლა მათ შორის დიდი ბრიტანეთი შემკავს ახლა, არ ყოფ ხელოვნურად ახლა კუნძულოვან და არაკუნძულოვან ევროპად. თანხმდებიან ევროპის მომავალი მხოლოდ ერთიანობაში არის, თანხმდებიან იმაზე, რომ ევროპის ძირითად საფრთხეს წარმოადგენენ რევიზიონისტული ქვეყნები, როგორც არის რუსეთი და ჩინეთი და დიდი ალბათობით შეიძლება ეს ღიად არ იყოს გაცხადებული, მაგრამ თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, მაშინ გამოდის, რომ ტრამპის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ევროპის ძირითადი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, მათ შორის ეს არ უნდა იქნას გამორიცხული. მით უფრო თუ ტრამპმა წარმატებით განახორციელა შიდა პოლიტიკური ტრანსფორმაცია, ანუ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ იმ ეგრეთ წოდებული კონტროლის მექანიზმებმა ვერ იმუშავა ამერიკა, ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმებმა ვერ იმუშავა ამერიკაში და როგორც ჩანს ჯერჯერობით არ მუშაობს. Check and balance ელაპარაკობთ? დიახ. და როგორც ჩანს ჯერჯერობით არ მუშაობს. შესაძლოა მომავალში ამუშავდეს, შესაძლოა კონგრესმა გამოიღვიძოს, შესაძლოა სენატორებმა რაღაცნაირად მორალური თვალსაზრისი და თავისი პოლიტიკური ანუ თავის ღირსებიდან გამომდინარე და პოლიტიკური გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე გაიღვიძონ და რაღაცნაირად მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დემოკრატიისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს არ ჩანს. ამიტომ ევროპისთვის არის ერთი ყველაზე ნაკლებად ზარალიანი გზა. ეს არის შინაგანი კონსოლიდაცია, სწრაფი კონსოლიდაცია, სწრაფად აღიარება ვინ არის მისი მოწინააღმდეგე მტერი და ვინ არის რეგიონალური ან ახლო მომავალში მოწინააღმდეგე, ასე ვთქვათ. სწრაფად იქნას გამოყოფილი შესაბამისი რესურსები, მათ შორის ფინანსური ერთიანი ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და გასავითარებლად. აქ არ არის საუბარი 2030 წლამდე, არამედ 2026-2027 წლებისთვის მნიშვნელოვანი საუბარი არის ათეულობით მილიარდი დამატებით ევროს გამოყოფაზე. ერთიანი ევროპული თავდაცვის მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომლის შესაძლებლობა ევროპას ახლა არ აქვს, ამის ფუნქციას ნატოს ევროპული სარდლობა ახორციელებს, მაგრამ თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ამ სარდლობის პარალიზება, ანუ დაპირისპირების გამო
ევროპელებთან ნატოს ფარგლებში, მაშინ გამოდის რომ რაღაც ალტერნატიული მექანიზმი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ ესე ძალიან მალე ციდან ეს მექანიზმი ვერ ჩამოვარდება, რაც უფრო ადრე დაიწყებს ევროკავშირი აი ამ სამხედრო მართვის მექანიზმების და სარდლობების ჩამოყალიბებას, უფრო სწრაფად მოახერხებს აი ამ მზარდი კი არა, პრაქტიკულად გარდაუვალი რუსული სამხედრო საფრთხის თავიდან აცილებას. ეს არის ის მოკლე გზა, სხვათა შორის ევროპელებმა აქ კიდევ ერთი დიდი საფრთხე არსებობს ევროპაში, ეს არის შიგნით, ეს არის რადიკალური მემარცხენე და რადიკალური მემარჯვენე ძალების მომძლავრება ევროპაში. სამწუხაროდ ევროპა ამასაც საკმაოდ ისე, როგორ გითხრათ, ნაკლები, უბრალოდ არასაკმარისი პასუხისმგებლობით უყურებს იმის მაგივრად, რომ მოხდეს ესეთი ზომიერი კონსერვატორი და ზომიერი მემარცხენე ძალებს შორის ერთგვარი კონსოლიდაცია და ერთგვარი თანამშრომლობა ამ მემარცხენე და რადიკალური მემარჯვენე ძალების მარგინალიზების თვალსაზრისით. პირიქით ხდება ერთგვარი ამ ცენტრისტული მემარცხენე და ცენტრისტული მემარჯვენე ძალებს შორის კონფრონტაციის გაღრმავება და შესაბამისად ამით სარგებლობენ ეს ძალები. ამიტომ სიტუაცია არის საკმაოდ კრიზისული. გერმანიაში AfD ეს ალტერნატივა გერმანიისთვის ამ პირველი პოპულარული პირველ პარტიად იქცევა და მსგავსი პერსპექტივა აქვს ლეპენის პარტიას საფრანგეთში. ამიტომ ან ეს ბევრი საფრთხე აქვს ევროპას, ამიტომ სასწრაფოდ აქვს ევროპას მისახედი აი ეს გააზრება, მათ შორის შიდა კომუნიკაცია თავის მოსახლეობასთან, რომ ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა ვერ იქნება 2030 წელს, ვერ იქნება კიდევ უფრო იქით და ეს არ იქნება უფასო, მოგვიწევს ქამრების, ასე ვთქვათ, მოჭერა და თუ ეს კომუნიკაცია არ შედგა და თუ არ იქნება შესაბამისი გააზრება ევროპული საზოგადოებების მიერ ამ საფრთხის, ბუნებრივად მივიღებს ძალიან თუთ შედეგს და პოლიტიკურს, რომელიც საგარეო პოლიტიკურ კატასტროფაში გადაიზრდება ევროპისთვის. ის რომ რუსეთის დონბასთან რომ დავრჩეთ, ტრამპმა ჯერ თქვა, გრენლანდიაზე ილაპარაკა და შემდეგ როგორღაც უკან დაიხია. არ დაიხია. ანუ თქვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი თუ მოხდაო და უკრაინის შემთხვევაში ნაფიკიც აზიაზე აღარ ულაპარაკია. ილაპარაკა მხოლოდ ტერიტორიულ პრობლემებზე. შეიძლება ეს უკან დახევა ჩავთვალოთ? არა, მე ვფიქრობ, ეს არის ტაქტიკური манипуляция ტრამპის მიერ. ტრამპს ახასიათებს მსგავსი რამეები. თქვენ იხილავდით არაერთხელ, რომ ტრამპს თითქოს ესეთი განწყობების ცვლილებები აქვს უცაბედი. ერთის მხრივ იყო, რომ ზელენსკის აბრალებდა პირიქით ყველაფერს, აქ შესაძლებელი იყო ომთან დაკავშირებით, მას უწოდა ავტორიტარი, მას უწოდა დიქტატორი, ბოლოს პიჯაკი რატო არ გაცვიაო, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ თითქოს მოულბა, თითქოს მე თქვა რომ აგერ ორ კვირაში სანქციებს დავაწესებო, მე 50 დღეში დავაწესებო რუსეთთან სანქციებს და ისეთ სანქციებს რომ ამას წყალი არ გააო, ამ ვადებმა ისევ შენურად გაიარა, ეხა ისევ ლაპარაკობს ტრამპი, ისევ ზელენსკია ძირითადად დამნაშავე, თორე პუტინი შესანიშნავი და ჩემი მეგობარია და ამ მშვიდობის საბჭოში მოიწვია, მე არანაირი პრობლემა არ არის ამ დამნაშავე პოლიტიკური ფიგურებისთვის მოწვევა და მათთან ურთიერთობა ხალიჩების გაშლა. ამიტომ ამ გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ტრამპმა ერთგვარი, როგორ თქვა ეს, ერთგვარი თვალთმაქცობა არჩია. იქ იმ განცხადებაში პირდაპირ ჩანს, რომ საუბარია გრენლანდიის შეძენაზე, ანუ ინგლისური ტერმინოლოგიით რაც არის, იქ ტრამპი ამბობს, რომ ეს გრენლანდიის შეძენა უნდა მოხდეს ევროპასთან მოლაპარაკების გზით. და აქ თითქოს გამორიცხა სამხედრო კომპონენტი, ძალის კომპონენტი, მაგრამ იქ მკაფიოდ არის ნახსენების შეძენა და არა რაღაც კომპრომისი ბაზებთან დაკავშირებით ან ინტერესს. ამიტომ ჩემი ვარაუდით ეს თემა საერთოდ არ გაქრება დღის წესრიგიდან, პირიქით ტრამპი რაღაცნაირად გამოიყენებს ამ ფორმატს იმისთვის, რომ დე-ფაქტო გაზარდოს თავის სამხედრო ყოფნა გრენლანდიაში და მერე ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ უბრალოდ დროშა ააფრიალოს და თქვას, რომ გრენლანდია ეხლა ჩემია. დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მე ძალიან სპეკულირებას ვახდენ და ისე რაღაცნაირად მაინც კარგ სცენარებს არ ვხატავდე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მე ტრამპის მოქმედებაში ვცდილობ დავინახო ლოგიკა, იქიდან გამომდინარე თუ რა არის მისი შიდა პოლიტიკური ინტერესი და შიდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აქამდე რა გამოცდილება გვაქვს ჩვენს ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსიდან. რასაც კი ჩვენ უყურებთ ახლა, მე მაინც კარგს არაფერს არ ვხედავ ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც მას აქვს შადანილი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე.
ნუ კი ბატონო, დანარჩენი გავყვეთ ლოგიკას, მაგრამ არის სიტყვა და არის საქმე. დიახ. შორიდან რო შევხედოთ ტრამპის ქმედებას, სინამდვილეში ასეთი როგორ თქო, ქმედის ნაბიჯები, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ არც ერთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ადმინისტრაციას ამერიკულს არ გადაუდგამს. მან ირანში გააკეთა ის, რაც გააკეთა, ოკეანეში აკავებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, რომელსაც ნავთობი გადააქვს და შემდეგ ამით უკრაინას ებრძვის. ხომ არ არის უბრალოდ გაგების პრობლემა ეს? იცით რა, ის ბიზნესმენია და გველაპარაკება სხვა ენაზე. მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ არ უნდა აგვერიოს ტრამპის ძირითადი მიზანი რა არის და გვერდითი შედეგი რა არის ამ მოქმედების. ანუ ის რომ ის ტრამპი ვენესუელაში რაღაცას ახორციელებს, ის რომ ის აკავებს ტანკერებს, სულაც არნიშნავს იმას, რომ ეს ამას ახორციელებს ანტირუსული სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე. არა, მისი მიზანი არის, როგორც თვითონ ღია გაცხადებს, ამ დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის სრული ჰეგემონიის და მონოპოლიის. ღიადის მეორე რამეს აცხადებს და მეორე დღეს უარყოფს ხოლმე. არა, ამ შემთხვევაში ის მოქმედებს კიდევაც, მისი ცალსახად მიზანი არის სამხრეთ ამერიკაში ამერიკული ჰეგემონიის დამყარება, ისე რომ არ ჩინეთის და არც რუსეთის გავლენა აქ არ იგრძნობოდეს. ანუ ის მოქმედებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და აი ამ ინტერესს თუ ეწირება რუსული ინტერესი ან ჩინური ინტერესი, ეს მისთვის მეორე ხარისხოვანი, ეს ამას არ აქცევს ყურადღებას. ანუ მის ინტერესებში რომ შედიოდეს, სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს რუსეთის დამარცხება, როგორც გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ბუნებრივია ის ამას გააკეთებდა პირველ რიგში უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენით. მაგრამ ის ინტერესში ეს არ შედის, პირიქით ჩვენ ხედავთ, რომ მისი ძირითადი შეტევის ფრონტი ევრაზიის კონტინენტზე მიმართულია სწორედ ევროკავშირის წინააღმდეგ. რაც შეეხება, მე საერთოდ კი მგონია, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ის რამეს განახორციელებს, მგონია, რომ საერთოდ ტაივანი გამწირულია ამ პრეზიდენტის ხელში. მაგრამ რაც შეეხება ირანს, მე ვფიქრობ, რომ ირანის ოპერაცია არა იმდენად გამოწვეული არის მისი დიდი გეოპოლიტიკური რაღაცა განზრახვით, ან გეგმით, ან რაღაც განლაგებით, მისი ხედვით ახლო აღმოსავლეთში, არამედ ეს არის გამოწვეული იმით, რომ ტრამპი ცდილობს საგარეო პოლიტიკური მოქმედებებით გადაფაროს თავისი შიდა პოლიტიკური ჩავარდნები. შესაბამისად, თუ ანუ საწყის ეტაპზე მოხდა წარმატებული დათმის განხორციელება ირანის ბირთვულ ობიექტებზე, შემდგომ მოხდა წარმატებული განხორციელება ოპერაციის, რომელიც ჯერ არ არის საერთოდ დასრულებული, რა პოლიტიკური შედეგი დასრულდება ვენესუელაში ჩვენ არ ვიცით. მადუროს მოცილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აკონტროლებს და ტანკერების დაკავებაც არ ნიშნავს სულაც, რომ ვენესუელის შიდა პოლიტიკური კონტროლი, როგორც თვითონ აცხადებს ტრამპი, რომ ეხლა მე ვარო პრეზიდენტი დე ფაქტო ვენესუელასიო, ეს სულაც არ არის. რეჟიმი ისევ არსებობს ვენესუელაში და რეჟიმი კიდევ უფრო მე თუ მკითხავთ, რაღაცაირად ის კიდევ უფრო მყარად იმაშობა იდგავს ფესვებს, იქ ცოტა შიდა პოლიტიკური, როგორ თქვა ეს, ანტიამერიკული განცდები ვენესუელაში რეჟიმის მიერ კიდევ უფრო მომძლავრებულია, ვიდრე ეს აქამდე იყო. და შესაბამისად, ის რომ ეხა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით გრენლანდია იქნებოდა თუ ირანი იქნებოდა და ტრამპი თუ ხედავს მისი გადმოსახედიდან, რომ შესაძლებელია დიდი პოლიტიკური სარგებლის მიღება აი ამ რეგიონალური ოპერაციით ირანის წინააღმდეგ, ის ამას განახორციელებს და ის ამაში სარგებლობს ხედავს და განახორციელებს. აპრიორი ცნობილია, რომ მას არ უნდა იქ არანაირი ხანგრძლივი ოპერაცია, ცნობილია, რომ მას არ უნდა იქ არავითარი და ასე ვთქვათ, ძირითადი სახმელეთო ძალების შეყვანა, შესაბამისად მოლოდინი არის, რომ ეს ოპერაცია გარკვეულ შეზღუდულ პერიოდს საჰაერო ოპერაციის სახეს მიიღებს და შემდგომში ის დასრულდება, გადაიზრდება სხვა ფაზაში რეალურად, მაგრამ ამოცანა კიდევ ერთხელ არ არის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა და რუსეთის პოზიციები შეასუსტოს ირანის, ასე ვთქვათ, საკითხის მოგვარების სახით, არამედ ის, რომ მას სჭირდება ირანი, რომ გადაფაროს ახლა თავისი პოპულარობის თვალსაზრისით, გადაფაროს სხვა უფრო პრობლემატური საკითხები, რომელიც მას შიდა პოლიტიკური დღესასწაულიდან გამომდინარე. მაგრამ ლაშა, ტრამპი ხო ყველაზე ძველი წარმომადგენლობითი დემოკრატიის არჩეული პრეზიდენტია. ახლა თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ნიშნავს, რომ ამან კრახი განიცადა? რა თქმა უნდა. ინსტიტუციები, ანუ მე რა თქმა უნდა, სრულად გეთანხმებით, რომ დემოკრატიული სისტემის და ეგრეთ წოდებული ჩეკს და ბალანსებიდან გამომდინარე,
უდიდესი ტრადიცია გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ამავე დროს ორი რამე ვიცით, აქ მოლოდინი ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა იქნებოდა საკმაოდ განათლებული, ეს პოლიტიკური ელიტა სანამ ძალაუფლებას აიღებდა ერთი მხრიდან თუ მეორე მხრიდან, რესპუბლიკელებიდან თუ დემოკრატების მხრიდან, მოხდებოდა ერთგვარი გაფილტრა ამ კანდიდატების, ზოგადად პოლიტიკურ თანამდებობებზე კანდიდატების გამოჩენა, როგორც წესი, ხდებოდა მნიშვნელოვანი გაფილტრის შედეგად, რომ მათი კომპეტენცია და ცოდნა ყოველთვის შეესაბამებოდა საჭირო მოთხოვნებს, ეს აქამდე ამას ეს ამერიკული პოლიტიკური სისტემა ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ პრეზიდენტს ძალიან შეუზღუდავი უფლებები გააჩნია საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. მაგრამ დღეს ჩვენ მივიღეთ ის მაგრამ იქ არის სასამართლო. სასამართლოა იქ. რა თქმა უნდა, რომელსაც ასევე პრეზიდენტი აკომპლექტებს მნიშვნელოვან წინას. უზენაეში კი. კი, უზენაესი ზუსტად. ამიტომ რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ ამერიკული პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვან დეგრადაციას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ უყურებთ, რომ როცა თუ არ ვთქვი სტალინს აქვს ასეთი გამონათქვამი, ხო, რომ კადრები წყვიტავენ ყველაფერსო, ხო? ანუ რაც არ უნდა ჩვენ ინსტიტუციებზე ვისაუბროთ, როგორც უსულო საგნებზე, უსულო რაღაც სტრუქტურულ ერთეულებზე, საბოლოო ჯამში კადრები, ადამიანები, დანიშნული პირები ამ ინსტიტუციებში ანუ საკადრო პოლიტიკა რეალურად განსაზღვრავს ამ ინსტიტუციების მოქმედებას. თუ საკადრო პოლიტიკა მოიცავს იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ღირსება, მორალი და ასე შემდეგ, მაშინ მოლოდინი და პლუს გამოცდილება პოლიტიკური, მაშინ მოლოდინი არის, რომ ინსტიტუციები იმუშავენ, მათ შორის აი ეგრეთ წოდებული მაკონტროლებელი მექანიზმების ფუნქციას შეასრულებენ. მაგრამ თუ ინიშნებიან ამ ინსტიტუტებში და თანამდებობებზე არაპოლიტიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებლობის ხარისხის მქონე პირები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულად ლოიალური ადამიანები, რომლებსაც კომპეტენციის ზღვარი ნულს უახლოვდება, რისი არაერთი წარმომადგენელი არის დანიშნული ტრამპის ადმინისტრაციაში და ბევრთან მიმართებაში არსებობს მათ შორის საგარეო ძალის კონტროლის, ასე ვთქვათ, გარკვეული მოსაზრებები არსებობს, თუნდაც სერგეი გარახოვსკი რო არ ვახსენოთ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ძირითადი HR-ის წარმომადგენელი არის, რომლის მეშვეობითაც დაინიშნა არაერთი მაღალი ეგრეთ წოდებული მინისტრი ტრამპის ადმინისტრაციაში, ну, მაშინ გასაგები ხდება, რომ ასეთ პირობებში ჩვენ არ უნდა გქონდეს რაიმე ინსტიტუციურ კონტროლზე, კონტროლის მექანიზმებზე რაღაცა იმედი. შესაბამისად, სწორედ აქედან გამომდინარე, მე ცოტა ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებაში და მგონია, რომ ამერიკულში და პოლიტიკურ კლასს განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდება ორივე პარტიის წარმომადგენელს, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს, ორივე მხრიდან ერთობლივი მოქმედების თვალსაზრისით, რომ ამერიკა არიდონ მართლა მყარი ავტორიტარული მმართველობის რაღაც მსგავსი რეჟიმის ჩამოყალიბების მომავლისგან. თქვენ აკადემიურ სფეროს წარმოადგენთ, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ხართ. ხშირად ისმის როგორ პრობლემა შეძახილი იმისკენ, რომ აკადემია, დასავლური აკადემია ზედმეტად მემარცხენე გახდა და აცდა რეალობას. თქვენ ახლა სადაც ასწავლით, რომლის პროფესორიც ხართ, გიულია ალასანიას მიერ დაარსებული უნივერსიტეტია, ხო? ეს ტვირთია რაღაცნაირად გიხდებათ ამის გამო ვიღაცისთვის ახსნა, რომ თქვენ ნეიტრალური აკადემიკოსი ხართ. და ზოგადად ის მოსაზრება, რომ აკადემიური სფერო განსაკუთრებით გადაიხარა უფრო მარცხნივ, ეს რაღაცა სიურპრიზი და ახალი მოვლენა არ არის, ეს ტრენდი ზოგადად განსაკუთრებით დასავლეთში, რა თქმა უნდა, ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაცია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ცოტა დალტონიკები ვართ, ვერ გავიგეთ მარცხენა და მარჯვენა რა არის, ხო? ხო, ანუ ეს ზოგადად იდეოლოგიური კუთვნილება, როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ასე არაპოლიტიკურ სივრცეში, ცოტა ძნელია ზოგადად ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინოს, საკუთრებული იმ ადამიანების მხრიდანაც ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებ ხოლმე, მაგრამ თუ დასავლურ აკადემიურ სივრცეს შევხედავთ, რა თქმა უნდა, აშკარად ჩანს ეს ტენდენცია, რომ საგრძნობი გადახრა მოხდა აკადემიური სივრცის მემარცხენეობისკენ, ეს ჯერ კიდევ 60 წლის ბოლოდან 60-იანის ბოლოდან მაქედან დაიწყო sex, drugs and rock and roll, მაქედან დაიწყო ნამდვილად. კი, აი ეს პოსტმოდერნიზმის რაღაც ძლიერი ტალღის და ეს სწავლებები რო შემოვიდა,
მე ხა ვერ ვიტყვი პირობითად სხვა სფეროში როგორც არის მაგალითად ეკონომიკის სფერო, ხა ძირითადად მაინც სოციალურ მეცნიერებებზე და პოლიტიკის მეცნიერებებზე საერთაშორისო ურთიერთობებში შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრენდი ცალსახა არის, რამდენად ეს ტრენდი აკადემიურ სივრცეს აშორებს რეალობისგან, ну, რაღაცა გარკვეული დოზით, რა თქმა უნდა, აშორებს, იმიტომ რომ აქცენტის გაკეთება კვლევების თვალსაზრისით ხდება მეორე ხარისხოვან საკითხებზე, არა იმ საკითხებზე, არა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ისევ და ისევ სფეროს გააჩნია, რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერი მეტნაკლები რელევანტურობით შეიძლება ითქვას, მაგრამ თუ პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობთ და თუ იკვლევთ პოლიტიკის მეცნიერებას, თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ცდილობთ რაღაც ფენომენი ამოხსნათ და ამ დროს თქვენი ემპირიული დაკვირვებები აბსოლუტურად მოშორებულია რეალობას და არაერთი კვლევაც გაკეთდა მაგალითად ამ აკადემიურ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, როცა რამოდენიმე ავტორმა აბსოლუტური სიგიჟე ანუ ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და ორი სტატია მოამზადეს. ერთი სტატია იყო აბსოლუტურად აკადემიურად გამართული, აბსოლუტურად თეორიულად მეთოდოლოგიურად გამართული და შეიტანეს გამოსაქვეყნებლად და მეორე სტატია იყო აბსოლუტური სიგიჟე, აბსოლუტური ნონსენსი, აბსოლუტურ რაღაც წარმოუდგენელ რაღაც საკითხებს ეხებოდა, მაგრამ ერთგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდა ინოვაციის და ასე შემდეგ, მაგრამ სრული კრეტინობა იყო პირდაპირ. ის მეორე არ გამოქვეყნებულა, ხო? ხო, აი ის ნამდვილი, ანუ ვალიდური აკადემიური სტატია ის საერთოდ გაიჭედა, ის არ გამოქვეყნდა, ყველანი უარი იქნა მიღებული და ცნობილი კვლევა არის, შეგიძლიათ ის მეორე სტატია, რომელიც ხო, მისი ძირითადი თემა იყო ძაღლების სექსუალური ურთიერთობა, იმ სტატიამ რამოდენიმე ძალიან ხო, რა შენზე ამ გონი ლაპარაკი, ძაღლების სექსუალური ურთიერთობა არ გამოქვეყნებულა მეცნიერო ჟურნალებში. მათი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, ну, დაახლოებით ესეთი იყო, ეხლა მართლა იმას უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ამ მიმართულებით იყო. აი ამ სტატია მიიღო რამოდენიმე ძალიან ცნობილი ჟურნალისტგან, ანუ რეალურად თანხმობა რომ გამოქვეყნებულიყო. ну, ეს ერთ-ერთი მაგალითი არის, რამდენად ფუტურიზმისკენ გადავედით საერთოდ აკადემიურ სივრცეში, მაგრამ თქვენ მაგალითად ამას ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბუნებრივი 90-იანმა წლებმა და 2000-იან წლების დასაწყისმა, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ის ძირითადი საერთაშორისო მაგალითად პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით ძალაზე და ძალის გამოყენებაზე და hard power-ზე აკეთებდა აქცენტს, ეს საფრთხე გაქრა და ევროპა და დასავლეთი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა თავისი, მოდი ასე ვთქვათ, აკადემიური კვლევის ხელახალი რედეფინიცია, რასაც ქვია, ხელახალი პრიორიტეტების ხელახალი დადგენის დილემა დაუდგა. მივიღეთ ემპირიას გაუხდა ახალი დილემა მოსაგვარებელი. ბევრჯერ ყოფილა ეს კაცობრიობის ისტორიაში. ნაკლები პროფესორი ყავს, რომელიც ერკვევა რეალურად საერთაშორისო პოლიტიკაში ან პოლიტიკაში, რომელიც დაკავებული არის მაგალითად ომებით, რომელიც დაკავებულია როგორ უნდა მოიგო ომი, რომელიც დაკავებულია სახელმწიფოს პოლიტიკით საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში და სამაგიეროდ მიიღეთ გაცილებით მეტი პროფესორი, რომელიც პოსტმოდერნიზმით არის დაკავებული ან გენდერული სწავლებით რაღაც აბსოლუტურად არარელევანტურ სფეროში. მე არ მინდა თქვა, რომ გენდერული სწავლებები არ არის მნიშვნელოვანი, პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვთქვათ რაღაც მიმართულებები, რომელიც არარელევანტურია აბსოლუტურად პოლიტიკის მეცნიერებისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობებში. ну, მოკლედ, და პრემიერმა კობახიძემ გუშინ განაცხადა გამოთქვა მზადყოფნა დებატებისთვის. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ თქვენს მზად ხართ ქართული ოცნების ექსპერტებთან დებატებისთვის, თუ მიგიწვიეს ეთერში მაგალითად. იცით რა, მე არ მაქვს საერთოდ არანაირი პრობლემა მათ შორის ქართული ოცნების ექსპერტებთან საუბრისა, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი მაშინ შეიქმნება, როცა მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენელი ან და მე თუ სხვები შევთანხმდებით რაღაც ძირეულ საკითხებზე, ან ობიექტურ მოცემულობაზე, როცა შევთანხმდებით, ეხლა როცა ქვეყანას გარკვეული საფრთხე ემუქრება,
ეს არის ობიექტური მოცემულობა და ეს საფრთხე საჭიროებს რეაგირებას, მათ შორის განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან და დაუყოვნებლივ. ვფიქრობ, რომ ამაზე სავსებით შესაძლებელია შეთანხმება და თვალების დახუჭვას და დაბრმავებას მე მგონი არავინ არ ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში თუ მეორე მხარე ამას დააპირებს, ეს გამოჩნდება ამ დებატებში ძალიან მალე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ საკმარისი ჭკუა და გამჭრიახობა ყოფნით და მათ შორის ინტელექტუალური მომზადების დონე ქართული ოცნების აკადემიურ წარმომადგენლებს თუ საექსპერტო წრეს, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან რეალურად რა არის აქ, რა დილემის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება, ზოგადად საქართველოს მომავალი. და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მალე შევთანხმდებით კიდევ ერთხელ ამ ძირეულ საკითხებზე ჩვენ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, იქნება ეს უსაფრთხოება, იქნება ეს პოლიტიკური განვითარება, ეკონომიკა თუ ასე შემდეგ, მით უფრო მალე გადავლახავთ ამ კრიზისს. მთელი დებატები რეალურად ხო ამას ემსახურება, გამოჩნდეს სად თანხმდებით, სად რეალურად გადავდივართ აბსურდში, პოლიტიკურ პარტიულ ლოიალობას წინ ვაყენებთ ვიდრე ობიექტურ რეალობას, ხო და ამ შემთხვევაში მე უკვე მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს სად რა პრიორიტეტი აქვს ამ კონკრეტულ ექსპერტს თუ აკადემიური წრის წარმომადგენელს, ობიექტური რეალობის ჩვენება თუ ირონიული და პარტიული ლოიალობისთვის თავის შეწირვა. კი ბატონო, გადაწყვიტოს მაყურებელმა, რომელსაც ახლა მე ბოდის ვუხდი, იმიტომ რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ეს ინტერვიუ, რომელიც პარასკევს 22 საათზე უნდა დადებულიყო YouTube-ზე, არ გამოვიდა ეგრე და შაბათს დაიდება ამავე დროს. მე მოვიკითხე ჩვენი გუნდის, ხარბის გუნდის კომპეტენტურ წევრებთან და მირჩიეს ღამის 12-ზე YouTube-ზე გამოქვეყნება, სჯობს რომ მეორე დღეს გამოაქვეყნა იმავე დროსო. ალგორითმი ასე უფრო მიგიღებ თუ ალგორითმს ასე უფრო უყვართო. დიდი მადლობა რაშა. პირიქით, მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებები წინ. ეს იყო აფსანდეს სახლიდან. ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ ყველაფერზე სინამდვილეში, დავოსიდან ვიდრე რუსთაველის პროტესტამდე. მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ ერთმანეთს კვირის წყვილში შევხვდებით.